ალბათ ყველას გაინტერესებთ რა დევს თქვენს თებშზე. რამდენად უნებელია ის პროდუქტები და კერძები, რასაც ყოველდღურად მივირთმევთ, ან მაღაზიაში თუ ბაზრის დახლებზე ვყიდულობთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ YouTube არხის გაკეთება, რადგან ჩემს სოციალურ ქსელებზე, TikTok-ზე და Facebook-ზე ძალიან დიდი გამოხმაურებები მოყვება ყოველთვის მსგავს ვიდეოებს. ამიტომ გადავწყვიტეთ YouTube-ის შექმნა. ვინ ვარ მე? მე ვარ ირაკლი არაბული, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. დაახლოებით 10 წელია, რაც სურსათის უნებლობის მიმართულებით მუშაობ, აქედან ბოლო 5 წელი მაქვს კერძო საკონსულტაციო კომპანია და ვეხმარები სურსათის ბიზნეს ოპერატორებს სურსათის უნებლობის სისტემების დაცვაში, თანამშრომლების ტრენინგებში და ყველაფერი იმაში, რაც უზრუნველყოფს სწორედ უნებელი სურსათის წარმოებას და მომხმარებლებისთვის მიწოდებას. ჩვენი YouTube არხი შეეხება ყოველთვის სურსათის უნებლობის თემებს. აქ იქნება როგორც რჩევები, რეკომენდაციები, ისე რეალური ფაქტები, პროდუქტის განსხვავებები, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ ვიდეოებს. ჩვენ არ ვიქნებით არც ერთი კომპანიის მტერი, პირიქით შევეცდებით, რომ კომპანიებს დავანახოთ ის ნაკლოვანებები, რაც მათ მიერ წარმოებულ თუ იმპორტირებულ პროდუქტშია და შესაბამისად მათ აღმოფხვან ის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული მათი სურსათის წოდების შედეგად. რა არის სურსათის უნებლობა? ალბათ ყველას გაგვიგია ეს ტერმინი და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ეს ტერმინი, ყველგან გვესმის სურსათის უნებლობა. სურსათის უნებლობა ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან. იცავს მომხმარებლებს, რომ როდესაც მომხმარებელი მიზნობრივად მიირთმევს ან გამოიყენებს სურსათს, ეს სურსათი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. სურსათის უნებლობის დაცვა არის ყველას ვალდებულება, დაწყებული ფერმერიდან დამთავრებული მომხმარებლამდე. სოფლიოში არსებობს ესეთი მიდგომა, ფერმიდან სუფრამდე სურსათის უნებლობა, რომელშიც ჩართულია მრავალი რგოლი, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა სურსათი იყოს უნებელი, დაწყებული ფერმერიდან დამთავრებული მომხმარებლამდე. ამ სურსათის უნებლობის ჯაჭვში შედის მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს და გადაამუშავებს სურსათს, ასევე დისტრიბუტორი, რეალიზატორი და მათ შორის მომხმარებელიც. მომხმარებელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სურსათის უნებლობის დაცვაში. არა მარტო მწარმოებელს, დისტრიბუტორს და ასე შემდეგ. საქართველოში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში სურსათის უნებლობის, ვეტერინარის და ფიტოსანიტარიის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე. საქართველოში ერთადერთი უწყება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტო. იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ დარღვევას, ესა თუ ის პროდუქტი თუ სურსათი შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას, თუ ხედავთ ისეთ დარღვევას, სადაც არის არაჰიგიენური პირობები, თუ მაგალითად ხედავთ ისეთ დარღვევას, რომ იყიდება ვადაგასული სურსათი, აუცილებლად უნდა დავრეკოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელხაზე 1501 და მყისიერად მოხდება რეაგირება. აბსოლუტურად ყველას, მათ შორის მომხმარებლებსაც აკისრიათ ვალდებულება, რომ იყვნენ ჩართულები სურსათის უნებლობის დაცვაში, რადგან თუ ხედავთ დარღვევას, ეს რეაგირების ფაქტის დატოვების გარეშე არ უნდა მოხდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების ჩართულობაც სურსათის უნებლობის დაცვაში. ეს არის მიღებული პრაქტიკა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება ზუსტად ასე, რომ მომხმარებლების აქტიურობა ძალიან დიდად მოქმედებს სურსათის უნებლობის დაცვაზე და მათ შორის საქართველოშიც გვაქვს ფაქტები, რომ როდესაც მოხდა მომხმარებლის მიერ ჩართულობა და აქტიურობა, ამან გამოიწვია ძალიან კარგი შედეგი. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ კერძო სკოლაში იყო 4 თვის ვადაგასული ხორცს და ხორცს პროდუქტები და სწორედ მშობლების ჩართულობით მოხდა უკვე ამ ობიექტის გადამოწმება და შესაბამისად დაჯარიმდა ბიზნეს ოპერატორი აღნიშნული დარღვევის გამო. სურსათის შეძენის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ვადას, რადგან ვადა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე დავაკვირდეთ ანოტაციას და წავიკითხოთ ინფორმაცია თუ რა პროდუქტს ვიძენთ და რეალურად რა წერია მის შემადგენლობაში. ყოველთვის ვეცადოთ, რომ მალფუჭებადი პროდუქტები, როგორიც არის ხორცი და ხორცის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, ქათამი და ქათმის პროდუქტები, აუცილებლად შევიძინოთ მაცივრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ზამთარია და ტემპერატურა დაბალია, მაინც მსგავსი პროდუქტები უნდა ინახებოდეს სამაცივრო განყოფილებაში, რადგან ტემპერატურა არის სწორედ ის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქტი
არ გაფუჭდეს და არ გახდეს მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ პირდაპირ მივაქციოთ ყურადღება, როდესაც სურსათს ვიძენთ, რადგან პროდუქტის შერჩევა არის სწორედ ის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ რამდენად უნებელ პროდუქტს შევიძენთ. მომდევნო ვიდეოებში შევეხებით ისეთ თემებს, რომლებიც არის ძალიან აქტუალური, მაგალითისთვის როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა სურსათი, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის იქნება უნებელი, როგორ უნდა შეიძინოს სწორად პროდუქტები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ვისაუბრებთ ეტიკეტირების მნიშვნელობაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია პროდუქტისთვის ეტიკეტი და მასში დატანილი ინფორმაცია, რადგან სწორედ ეტიკეტი იძლევა სრულყოფილი ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტზე. გვექნება ასევე სხვადასხვა პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზები, შევარჩევთ სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც ძალიან აქტუალურია მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა პარამეტრებზე ჩავატარებთ მასში ლაბორატორიულ კვლევას. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ კომენტარებში ის თემები, რა თემებზეც გსურთ, რომ ჩვენ გადავიღოთ ვიდეოები და აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროდუქტებზე და იმ თემებზე, რაცაც ეხება სურსათის უნებლობას, ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს. რადგან უკვე ახალი წელი გვიახლოვდება, შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება სურსათის შეძენის დროს. პირველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურსათი აუცილებლად უნდა შევიძინოთ ორგანიზებულ ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ხდება სახელმწიფო კონტროლი და მოწდება ეს ობიექტები. მაქსიმალურად მოვერიდოთ გარევაჭრობის ადგილებს, სადაც ხდება თითქმის უკვე ყველა სურსათის რეალიზაცია, მათ შორის მალფუჭებადი პროდუქტების, როგორც არის ხორცი და ხორცს პროდუქტები, თევზი და თევზ პროდუქტები. ამიტომ ყველაზე მთავარია ორგანიზებულ ადგილას მოხდეს სხვადასხვა სურსათის შეძენა. მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდება ჩვენ არხზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარისხილაკი, დაგვიწეროთ კომენტარებში ის თემები, რა თემებზეც გსურთ, რომ ჩვენი მომდევნო ვიდეოები იყოს. ასე რომ ველოდებით თქვენს კომენტარებს და ველოდები რომ გამოიწერთ ჩვენ არხს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება. ჩვენ ამ მომენტში ვიმყოფებით გდანში, ბოჭორიშვილის ქუჩა პირველ აში, კვების სივრცეში. შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და დააგემონოთ აქ არსებული პროდუქტები და კერძები.